ვისაც გსურთ სახლში შინაური ცხოველი ყავდეთ, ბოცვერი იდეალური ვარიანტია. ისინი ულმობიერები და ჭკვიანები არიან, ადვილად ეჩვევიან პატრონს. თუ აპირებთ იყოლიოთ ან უკვე ყავთ სახლში ბოცვერი, მაშინ ჩვენი რჩევები მათ მოვლაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში შეუქმნით სასურველი გარემო. სადაც გვეყოლება ეს ადგილი უნდა იყოს მოწყობილი ისეთი მასალისგან, რომ არ დაღნას. სუხრნელი არის და ხის თუ იქნება ან კარდონის აუცილებლად გააფუჭებს მას. სასურველია იყოს ლითონის, სპეცგალიებიც არის ესეთი დეკორატიული ბოცვებისთვის. უნდა ეყაროს შემავსებელი ნახერხი. მისი გამოცვლაც მოხდება ყოველდღიურად დაბინძურებული მასის ამოღება. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. შეგიძლიათ აჭამოთ თივა, სიმინდი, ხორბალი, ქერი, შვრია, სტაფილო, ჭარხალი და მცირე რაოდენობით კომბოსტოც. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ტკბილი საკვები და სველი ბალახი. ხის ტოტები, ეს ხეც უნდა იყოს შერჩეული. ტირიფის ხე შეგიძლიათ, ტირიფის ხის ტოტები, ბლის, ალუბლის, ვაშლის ტოტები, ფიჭვის ტოტები, ზამთარში სასურველია ფიჭვის წიწვებიც მივცეთ, C ვიტამინი შეიცავს. თუ თქვენი ბოცვერი მოწყენილია, არ იღებს საკვებს ან მუცელი აქვს შებერილი, მაშინ აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. რაც შეეხება აცრებს, აუცილებელია ღრნელები, ბოცვრები, ანუ ამუშავებენ ლისტერიოზზე და კოქციდიოზზე. ასევე ჭიებზეც უნდა იყოს დამუშავებული. ძირითადი დაავადებებია ეს არის. ერთ გალიაში რამდენიმე ბოცვრის დაბინავება შესაძლებელია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ორი მამალი ერთად არ მოხვდეს, რადგან შესაძლოა იჩხუბონ. აუცილებელია მოხდეს ბოცვრის კბილის წვეთა სხვადასხვა ტოტებით, რადგან თავიდან აიცილოთ კბილის ტკივილი, რაც მათთვის საბედისწეროა.